მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTV-ის YouTube არხს უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის დინამო 100 წლის გახდა და ამ დღესთან დაკავშირებით დინამო თბილისის ლეგენდარული ფეხბურთელების საიუბილეო მატჩს გამართავენ ლეგენდარულ ამსტერდამის აიაქსთან. მანამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას, ხოთ გამოიწეროთ GeoTV-ის YouTube არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო და ჩაუჯექით. ლეგენდები დინამო თბილისის და აიაქსის GeoTV-ის YouTube არხზე წამოდით. ამ წამს ჩვენ ვიყურებით დინამოს ბაზასთან, სადაც დაახლოებით 10-15 წუთში დაიწყება დღეს მატჩში მონაწილე დინამოელების მოსვლა. აქ შეიკრიბებიან საიდანაც ჩემდოკო სტადიონზე წავლენ და მოდი ვნახოთ ვინ მოვა, როგორ მოვა, რა ხასიათზე მოვა. ერთად შევხვდეთ ბიჭებს. პირველი ჭანტურა მოვიდა. ყველაზე ახალგაზრდა უნდა დამოგვიანებო. ხალხთან მიწევს თამაში. როგორ ხარ? რადოს დაგვიანება, შენ როგორ? მე თუ მიღებ. რატო კაცო? ბენზინი. როგორ? მე. კაშო. დიდი კაშო ვერ ჩამოვიდა. თამაში. გურამიზა, ერთი კაშო უეჭველი უნდა იყოს. Nice to see you after many years in the same place. What feeling you have after come back in Tbilisi and Dinamo's base? I'm very happy to be here again in Dinamo Vasa to play this game, the 100 year of one of the teams in my career that I have always was better, and the people that I see in the city and everywhere, they are happy to see me here, and also I'm happy to be here. You are one of the most successful foreign player in Dinamo history, and what Dinamo means for you? And these years what you spent here? Well, for me was incredible experience with everything. With was my first place outside Spain, and was incredible experience. We won the championship, the cup, everything. The club grew up, and I'm very happy to be here again. Are you fit for this game? Yes, I think we can give our 100%. And I hope that people that go to stadium and they will see in the TV or in YouTube, they enjoy, and it's a game for enjoy. გამარჯობა. როგორ ხართ? Თავად? კარგად. დიდხანს გაუმარჯოს. როგორ ხარ? როგორ ხართ? კარგად. თავად? კარგად. ალსკი. ნამდვილი დინამოელი. მე ვაბრუნდება დინამოს ბაზაზე და დინამო არენაზე. დიდხანი პაუზის შემდეგ რას ნიშნავს შენთვის ამ თამაში მონაწილეობა და დინამოს 100 წლის იუბილე? და ეს გული შენთვის? პირველ რიგში მინდა მიუღოცო დინამოს, მთლიანად საქართველოს განსაკუთრებით დინამოს გულშემატკივარს 100 წლის იუბილე. ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი არის და იმედი მაქვს, რომ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი სასიამოვნო დღე გამოვა, წარმატებული დღე გამოვა ჩვენთვის დინამოელებისთვის. ჩემთვის რაც შეეხება რას ნიშნავს, ძალიან რთულია გადმოცემა იმის, თუ რას ნიშნავს, ძალიან ემოციურად ვარ განწყობილი. ეხაც ძალიან მიჭირს სიმართლე გითხრა ლაპარაკი, გამომდინარე იქიდან, რომ ეხლა როდესაც შემოვიდი დინამოს ბაზაზე, ფეხი გამახსენდა ის პირველი ნაბიჯები, რომელიც გადმოვიდი დინამოში და ჩემთვის ძალიან ემოციური არის. თუმცა სასიამოვნო, რომ დღევანდელ თამაში მიწევს მონაწილეობა და იმედი მაქვს, რომ გოლებით გავახარებ ჩვენ გულშემატკივარს. თვალს ვინც გადავნებთ, ვიცით, რომ შვენიერ ფორმაში ხარ და შენ როგორ ვფიქრობ ამ თამაშს ამდენად მზად ხარ? კი, ფორმაში ვარ, ვარჯიშობ, ასევე თქვათ, მუშაობ როგორც დამხმარე-მცველად, თუმცა ძირითადად მიწევს მინდორთან გურთან შეხება და ვფიქრობ, რომ მზად ვარ. და იმედია, რომ უფრო მეტად გულშემატკივარი შეაფასებს თუ რამდენად მზად ვარ. გინდა დღეს დინამოზე გოლი? კი, რა თქმა უნდა. მაგას კომენტარი არ ჭირდება, ხა ძალიან მინდა. თუმცა მინდა რომ ძალიან წარმატებული და სასიამოვნო დღე გამოვიდეს გულშემატკივრისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის დღევანდელისთვის. მადლობა ასევე.
Salam. No. Levan maşetine şimdi burada. Levani şutsun. Albat şutsun. Erst fotos. Argatava. Nela baușevo, nela taicțevo, nela. Ai eta mi. Sheni pani. Ai. Saba. Ei, mati. Baușevo, eta mi. Da, saba mi. Niye kadar oldu? Todo შეიძლება. თავიდან არ ჩავხარ. გილოცავთ დინამოს გულშემატკივარს ამ იუბილეს. რას ნიშნავს თქვენთვის დინამო თბილისი და ამ მასთან დაკავშირებით რას გეტყვით, რამდენად მნიშვნელოვანი თარიღია თქვენთვის დინამოს 100 წლის იუბილე? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ დინამო არის ცხოვრების ნაწილი არის. ერთად მოყვებით, ერთად რაც მოღვაწეობდა და სულ ყოველთვის მიხარია მაგის დინამოს წარმატება. და გამარჯვება რა თქმა უნდა. ალბათ თქვენთვის იმ ადამიანისთვის, რომელიც იმ ტრიუმფს მოეს, ანუ იმ ძლიერი დინამოს მაყურებელი იყო, ბეროთ რომ მარტივია უგულშემატკივროთ დინამოს შეიძლება დღევანდელ თაობას. რამდენად მტკივნეულია თქვენთვის რომ იმ დინამოს შემდეგ დღეს დინამოს შეცვლა იმ დონეზე ვეღარ არის? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გავსვოს რა გამარჯვებები იყო, რამდენად ძლიერი გუნდი იყო, ეხლანდელი ესეთი წარუმატებელი წლები და თამაშები, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული არის ჩვენთვის. მაინც მომავლის იმედით ვარ და გჯერა, რომ დინამო დაიბრუნებს ისე თავის ძალას და თავის ღირსებულ ცხოვრებას. რაც ეკუთვნის მათ. დინამოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი კობა კობაიძე გილოცავ დინამოს 100 წლის იუბილეს ამ კლუბის გაიხარე. რას ნიშნავს შენთვის დინამო თბილისი და ეს იუბილე 100 წლის გახდა? დინამო თბილისი ჩემი ცხოვრებაა, როგორ გითხრა, დინამოსთან ერთად დავიბადე, დინამოსთან გავიზარდე და მე რო წავალ დინამო მაინც დარჩება. დანარჩენი რა გითხრა, ეს იუბილე კიდე მინდა რომ ავიცი, კიდევ დიდხანს და დიდხანს იყოს დინამო. 100 წლის იუბილე, 100 წლისები ვართ, ისტორია გვაქვს დიდი, ტრადიცია გვაქვს დიდი, ღირსება გვაქვს, ძალა გვაქვს, ყველაფერი. მინდა რომ სულ წარმატებული იყოს დინამო.
აი ამ თამაშზე რა მოტივით მოხვედი და რამდენად სასიამოვნო თამაში ეძება გამოვიდეს? ამ მოტივით მოვედი, რომ დინამოს თამაში ჩემთვის ჯერ ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ ამ თამაშზე მოვედი იმიტომ, რომ დავესწრო, გავიხსენო ძველი ბიჭები, მაგალითად მერებაშვილი, შაშიაშვილი, იაშვილი, აი ყველა არ გარმინდა გამომჩეს ვინმე და ოდის უხდის უყოლას ლორია თამაშობს, მაგრამ აი ზოიძე რა ყველა, ბერაძე რა ჩვენი ბიჭები სულ ყველანი. თან ნახო ის ცოცხალი ლეგენდები ზეედორფი რა ბიჭები რა ჰოლანდიელები პატივიცა და მატჩი დაიწყო და ნახოთ რა შედეგით დამთავრდება სამწუხაროდ ლეგენდების მატჩებში ქართულ გუნდებს არც დიდი წარმატება აქვს ამ შემთხვევაში დინამოს ლეგენდები თამაშობენ მეგობრებო შეგახსენებთ რომ ჩვენი არხის გენერალური მხარდამჭერია ქართველების საყვარელი წყალი ნაბეღლავი რომელიც ჩემთვის სასიხარულოდ ამ თამაშის მხარდამჭერიც არის და სტადიონზე მოსულ გულშემატკივრებს შეუძლიათ მიირთვათ როგორც ნაბეღლავი ასევე ბახმაროს წყალი მეც რა თქმა უნდა ვიღებ ენერგიას, რომელიც ამ თამაშის საყურებლად დამჭირდება. პირველი ტაიმი დასრულებულია 0-2, აიაქსი იგებს. როგორც თამაშამდე ვთქვი, ჯერჯერობით წელიწად თითქმის 2 წელია ლეგენდების თამაშები ტარდება, ლეგენდების სერია საქართველოს, თუმცა ქართველ ლეგენდებს გამარჯვება არ აქვს. ამ შემთხვევაშიც ვაგებთ. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჯეოთიმის არხის წარმდგენია აჭარაბეთი. მადლობა აჭარაბეთს ხარდაჭერისთვის. ეხლა წავამყევით და ნახოთ რა მოხდება მეორე ტაიმში ცვლილებები იქნება და რა ვიცი ხალხი არის მოსული შეიძლება 15000 კაცი რაც დაახლოებით და გოლის ემოცია გვჭირდება. პენალტი დაინიშნა კვეკვე არა კვეკვე უყოლა და ვინც მოიპოვა დემეტრაძემ გამოართვა ბურთი. კვეკვე დინამოზე პენალტი სიმბოლური არა და მერებამ თქვა რომ ძალიან უნდა გოლის გატანა და მერებამ გაიტანა დინამო არენაზე. მერებამ დუბლი დინამო იგებს.
5-2 0-2-დან 5-2 შესანიშნავი ანგარიშია. მე რებას ჰეტრიკი ვნახეთ და იაშკამაც გაიტანა ნახეთ საკმაოდ ლამაზი გოლი. ალბათ დამთავრდება ხა მალე თამაში, თუმცა არ მგონია რამე შეიცვალოს. თუმცა ამას ისეც ვერ ვიტყვი, ბოლო წუთებზე გავიდა ჩვენი გოლები და კიდევ ჩვენ ვართ ბურთით. ბურთი სახში მიგა. ბურთი სახში მიგა. არ უნდა წავიდო. რა თქმა უნდა წავიდო. შენ მე მგონი ერო ჩვენ ჩემპიონატში რო ჩამოხვიდა, ჩვენ რო თითამაში, მაგრამ დავჭირო. და ველოდით დაბრუნებას, მაგრამ ეს ჰეტრიკი მაშინ საუკეთესო მებურთელი ცალსახად. როგორ იყო დინამოს დაბრუნება? ძალიან ბედნიერი ვარ ნამდვილად და სიტყვები არ ყოფნის იმის გადმოსაცემად თუ რას გძნობ ახლა. მაგრამ თავარია რომ გავიმარჯვოთ ხალხმა ისე ამონა მე მგონი. განსაკუთრებით მეორე ტაიმით და ბედნიერი ვარ ნამდვილად რომ ამ თამაში მივიღე მონაწილეობა და ამ დიდი გუნდის წევრი ვარ. ესეც ასე მეგობრებო მატჩი დასრულებულია. მას შემდეგ რაც ლეგენდების თამაშები იმართება საქართველოში, პირველად მოიგო ქართულმა მხარემ 0-2 შემდეგ შესანიშნავი კამბექი დაიდო. ბრავო გიორგი მერევაშვილს შესანიშნავი ფორმაშია და როგორც უთხარი. მე მგონი ჩვენ ჩემპიონატშიც უპრობლემოდ ითამაშებდა. მადლობა ჩვენს წარმდგენ აჭარაბეთს, რომელიც ჩვენთან ერთად არის და მადლობა ასევე აბეღლავს, რომელიც ბახმაროსთან ერთად ამ მატჩის მხარდამჭერი იყო. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი. მოიწონთ ის თუმცა ჯეოთიმის ძალიან საინტერესო ტურზე მიდის, საინტერესო ვიდეოები გელოდება წინ. დინამო თბილისს ულოცავ 100 წლის იუბილეს და უსურვებთ წარმატებებს მომავალში.